მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან სუღრმის მადლობა იმის რომ გამოწერეთ ჩემი არხი იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო მოკლედ დღეს მინდა გაშლა გავაკეთო პირადი ურთიერთობასთან დაკავშირებით ნახოთ რა ურთიერთობა მოვა სასაუბროდ და რას დავველაპარაკება ხო ანუ ნახოთ რა სიტუაცია არის და ნახოთ როგორ განვითარდება ეს სიტუაციები შემდგომში უახლოესი პერიოდი თქვენ თვითონ აირჩიეთ ეს კონტის მომენტია ნახოთ რა ხდება თქვენს შორის ის რომ ერთმანეთს ფაქტურად არ უშვებთ და ერთმანეთზე გაქვთ ფიქრი ამაზე ისე რომ თქვათ უნდა შევთანხმდეთ ეს არის მომენტი როდესაც ურთიერთობაში ორი ადამიანი სულ ერთმანეთთან აღარ იყოს, მაინც რაღაცნაირად არ უშვებს ერთმანეთს, ხო? მაინც გაქვთ ან თქვენც სათვალიერებთ მის სოციალურ ქსელს, ისიც გათვალიერებთ თქვენ. Ну, ყოველ შემთხვევაში აქ ერთმანეთის მიმართ ნამდვილად ინტერესი გაქვთ. რა ხდება თქვენს ურთიერთობაში? ვიტყვი იმას, რომ აქ რაღაცა ადამიანმა რაღაც მცდარი ინფორმაცია მოგაწოდეთ თავის თავზე, ხო? რაღაცა გაურკვევლობები არის თქვენ შორის, გაურკვევლობები ტყუილი, რომელიც არც ისეთი სასიამოვნო არის ნებისმიერ შემთხვევაში, ხო? და შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით რაღაც აი ამ გამორკვევაში უფრო ხართ ამ სიტუაციის, რატომ მოიტყუა, რისთვის მოიტყუა, რა იყო საბაბი ამ ადამიანის ტყუილის, ხო, რაღაც ესეთი მომენტია, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. მე ესე ვიტყოდი, რომ შესაძლებელი არის ის მომენტი, როდესაც უბრალოდ ურთიერთობა, შევიდა რაღაცა ჩიხში, იქედან გამომდინარე, რომ იყო გაუთვალისწინებელი თუ გათვალისწინებული ტყუილები და ადამიანები ეხლა რაღაცა ცოტა ესე, რა ვთქვათ, დისტანცირებულ ფორმაშია, ხო, დისტანცირებული, თქვათ შეიძლება რაღაც მომენტში დაშორება, ვიღაცისთვის შეიძლება ბოლომდე დაშორების მომენტიც იყოს, მაგრამ ვიღაცისთვის ბოლომდე არ იყოს დაშორება, მაგრამ აი ნდობის ფაქტორი აღარ გვაქვს, ხო, რაღაცნაირად ყველაფერს უყურებთ ცოტა ისე ხალმაცერად რო იტყვიან, ხო? და ვცდილობთ რომ უფრო გამოვერკვიოთ. ანუ მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება აქ რაღაც მომენტში იმიტომაც ხართ ესე ჩართული ამ ადამიანის თქვათ სოციალურ ქსელია თუ უბრალოდ გარკვევაში რომ გაინტერესებთ ხო რა არის ის რატო იტყუებოდა თქვათ რას იტყუებოდა კიდე რამდენი შეიძლება ყოფილიყო ურთიერთობა აშკარად ესეთი მომენტია ნახეთ არ ვიცი შეიძლება ითქვას რომ აქ რაღაცნაირად იყო სიტუაციები როდესაც უბრალოდ როდესაც არის სამკუთხედი, ხო? ან როდესაც არის სხვადასხვა სიტუაციები, ცოტა ისეთი თითქოს აი შეუძლებელიც არის ურთიერთობის ქონა, ხო? აი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში აქ ნამდვილად რთულია ურთიერთობის რაღაცნაირად დაალაგება, განვითარება, ხო? ფაქტიურად მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ურთიერთობაში ორივე ადამიანი როგორი მომენტია აქ ერთი მხარე არ არის თითქოს რაღაცა გაციებული და გაჩერებული. აქ თითქოს ორივე მხარე არის და მაინც საბოლოო ჯამში იქამდე მივდივართ და საბოლოო ჯამში აქ დაშორებისკენ უფრო მივდივართ, ხო? თუნდაც იყოს ისეთი მომენტი, რომ თქვათ პირობითად დროებითი სიტუაცია, რომ გავერკვევი და დავბრუნდები ან გავერკვიოთ ჩვენს ურთიერთობაში და მე გადავხედოთ როგორ უნდა განმოვითაროთ, აქ მაინც რატომღაც მიდის იქეთ, რომ საბოლოო ჯამში დაშორებისკენ უფრო არის გეზი აღებული, ვიდრე რაღაცის დაალაგებისკენ, იმიტომ რომ აქ როგორი რაღაცა იცით ერთი ის რომ ტყუილები ძალიან არ არის ყველაზე საშინელება არის ურთიერთობაში ტყუილი.
ტყუილის გარდა მეორე მომენტი არის ის, რომ თვითონ ურთიერთობაც არის ისეთი, სადაც რთულია თქვენი ურთიერთობის დაალაგება, ხო? ნუ ეხლა თუ კონკრეტულად ვიცით, რომ მესამე პირები არსებობენ და ყავთ, თქვათ, ოჯახი, რომელიმე მხარეს, ნუ ეს მარტივად არ ლაგდება, ხო, სხვა ესე ურთიერთობები, ნუ რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ყოველ შემთხვევაში ის მომენტი, რომ თქვათ, რომ გარდა ესე არსებული პარტნიორისა, ნუ სხვადასხვა მომენტიც შეიძლება იყოს, ხო, თქვათ, ფინანსების გამო ან უბრალოდ ერთ-ერთ მხარეს რაღაც ესეთი პასუხისმგებლობები აქვს, რომ ფიზიკურად გამორიცხულია, სხვა პასუხისმგებლობის დამატება, ნუ ვიღაცისთვის ოჯახს არ უნდა, იმიტომ რომ აქ ნაგური რაღაც ესეთ, რო თქვა, ძალიან ესეთი არასასიამოვნო გაჩერების, აი თითქმის ყველა ესეთი არკანი ხა განდეგილი 4-იან ხმალი, სიკვდილის არკანი, 7-იან ხმალი, ეშმაკი, ჩამოკიდებული კაცი, უბრალოდ ფიზიკურად არ მომცემს იმის საშუალებას, რომ თქვა, რომ რაღაცა ურთიერთობაში ყველაფერი რიგზე და დაალაგებულია, ხო? ნუ შეიძლება ერთადერთი განდეგილის მდგომარეობა ის იყოს, რომ თქვათ, ადამიანი ჩაიხედოს სიტუაციაში და გადაფასების მომენტზე იყოს, მაგრამ მის მერე უკვე სიკვდილის არკანი, ეს დიდი ტრანსფორმაცია, ხო, ტრანსფორმაცია ხშირ შემთხვევაში სასიკეთოდ არ მიდის ხოლმე და ნუ ყოველ შემთხვევაში ღმერთმა ქნას, რომ სასიკეთოდ წავიდეს ეს ტრანსფორმაცია და სწორი არჩევანი გაკეთდეს, თუმცა აქ არჩევანის წინაშე დგას ადამიანი და ნუ ცოტა რთული მომენტი არის, ხო, როცა არჩევანი წინაშე დგას, ყოველთვის თუ არა, სადღაც 100% თუ არა 95% მაინც იღებს გადაწყვეტილებას იმას, რომ დარჩეს იქ, სადაც არის, ხო, დარჩეს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის. მოდით ნახოთ, როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა. თუ აქვს ამ ურთიერთობას განვითარების საშუალება და შანსი, თუ აქვს. ორიან ხმალში რა გითხრათ, როგორი განვითარება? ეს არის სიტუაცია, როდესაც აი კიდევ ერთხელ არჩევანის წინაშე ვართ, ხო, არ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ, არ ვიცით რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ხო. ნუ აი რა განვითარება თქვა, კოშკის არკანი. აქ განვითარება ერთადერთი ის არის, ნუ ერთის მხრივ შეიძლება თქვა კოშკი იყოს ის მომენტიც, რომ აი თქვა ეს გაურკვევლობაა და არჩევანის წინაშე ყოფნა დასრულდეს და თქვათ რაღაცა გაგრძელდეს, ხო? მოდით როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. 10-იან კვერთხები ძალიან უჭირს ამ ადამიანს. მე არ ვიცი ხა ხო ყველას თავისი სიტუაცია აქვს, რა თქმა უნდა, ხა ეს საჯარო გაშლა და ესე პირდაპირ ვერ გეტყვით, რომ აი თქვენ პარტნიორს ვიღაცა ყავს და თქვათ მაგიტომ ან უბრალოდ ოჯახში წევრებს არ უნდათ ან რაღაც მსგავსი. უბრალოდ აქ ყველას თავისი სიტუაცია აქვს და ყველა მიხვდებით რაზეა საუბარი, დარწმუნებული ვარ ამაში. ნახეთ, ამ ადამიანისთვის ძალიან რთულია ეს ურთიერთობა, ანუ უჭირს ურთიერთობაში, ხო არის, როდესაც თქვათ, კი მინდა, ძალიან კარგია ურთიერთობა, თქვათ, მაგრამ რთულია შენთან ურთიერთობა, ხო, კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა, ან უბრალოდ შენთან ურთიერთობა არ არის რთული, მაგრამ შენს გარშემო სიტუაცია არის რთული, რომელსაც მე ვერ გავართმევ თავს, ხო, მე ვერ გავუძღვები, მე ვერ გავუძლებ. აი აქ რაღაც ეს მომენტი არის, თუმცა ნახეთ, აქ ადამიანს ის მომენტი ნამდვილად აქვს, რომ სურვილი იმის, რომ რაღაც ურთიერთობის მომენტი იყოს, ეს მომენტი აქვს. ნახეთ, სურვილი და მოქმედება აბსოლუტურად სხვადასხვა, ხო? უბრალოდ მე რომ მინდა, რომ თქვათ, ეხლა ისე ცოტა ხუმრობით ვიტყვი, რომ ყავდეს Porsche, ხო? ესე ხო არ არის, რომ უბრალოდ მინდა, რომ ყავდეს. უნდა ვიშრომო იმის, რომ ყავდეს, ხო, პირობითად. აი აქ ეს მომენტი არის, აქ ადამიანს შეიძლება უნდოდეს, იმიტომ რომ თქვენთან რაღაც ეს ნების მომენტი ქონდეს, რაღაც ესეთი ემოციური მომენტი ქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეუძლია ყოფნა.
შეიძლება უნდა, მაგრამ არ შეუძლია. ნუ არ შეუძლია, იმიტომ რომ თქვენს გარშემო პასუხისმგებლობები რაც გაქვთ აღებული, ამას ვერ გაუმკლავდება ეს ადამიანი. მეორე მხარე არის ის, რომ თქვა ყავს პარტნიორი, მას და ოჯახი აქვს და მარტივად ისე ვერ დაშლის და ვერ დაანგრევს და ვერ წამოვა თქვენთან. შესაძლებელია თქვენ ყავდეთ ოჯახი და თქვენს გამოუჭირდეს რომ ვერ მიყავხართ და კიდევ ერთხელ ვერ იღებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას. ხო, ანუ ნახეთ, ყველანაირად, აი, როგორი მომენტი შეიძლება რაღაცა ეს სურვილის მდგომარეობა იყოს, მაგრამ მოქმედების მდგომარეობა ძალიან რთულია. როგორ განვითარდება? თუმცა ფორტუნას ბორბალი, ნახეთ როგორი მომენტია, ფორტუნას ბორბალი ორივე მხარეს ტრიალებს, ხო, საით გადატრიალდება კაცმა არ იცის საბოლოო ჯამში. ნუ აი რა ვთქვა, ძალიან მინდა რომ გითხრათ, რომ აქ ადამიანი რაღაცა სასწაულებს იზავს, ქორწილი იქნება, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია. ადამიანი მე ესე გეტყვით, რომ თქვენ ბევრად ძლიერი ხართ ამ ადამიანზე, თქვენ ბევრად აანალიზებთ თქვენს თუნდაც ამ ურთიერთობაში თქვენ პასუხისმგებლობას, თუნდაც რაღაცა მომენტებს, მაგრამ თვითონ ამ ადამიანისთვის ძალიან რთულია თქვენთან გამკლავებაც კი. ნახეთ როგორი მომენტია, აი ძალიან ხშირად არის ხომ, რომ რატო არ მოსწონთ ძლიერი ქალები. ძლიერმა ქალმა ჯერ პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ეგ არის ძალიან ისეთი სიტუაცია, რომ რატო არ მოსწონთ, ძალიანაც მოსწონთ. როგორ არ მოსწონთ, ძალიანაც მოსწონთ, ძალიანაც უნდათ და ძალიან დიდი ინტერესიც არის, მაგრამ ნახეთ რა მომენტი არის, როდესაც ადამიანი და მით უმეტეს ქალი არის ძლიერი, როდესაც ქალს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, როდესაც ქალს შეუძლია უფრო ესე შეხედოს ყველა სიტუაციას, მდგომარეობას და ასე შემდეგ, აქ სამწუხაროდ მამაკაცებს უჭირთ ხოლმე ის მომენტი, რომ ნახეთ როგორი რაღაც არის, მამაკაცი უფრო მეტად ფიქრობს რაღაცა ნიუანსებთან მიმართებაში, უფრო დიდხანს ფიქრობს ვიდრე ქალბატონი. კი, ქალბატონიც ფიქრობს, მაგრამ ნახეთ, არის სიტუაციები, როდესაც ქალი იღებს გადაწყვეტილებას სპონტანურად, უეცრად, აფექტურ მდგომარეობაში. მამაკაცი ამას ესე არ აკეთებს, რომ აი უცებ რაღაცა თავში მომიარა და ბრახ და გავაკეთე, ესე არ არის. ის უნდა დაფიქრდეს, უნდა განსაჯოს, უნდა დაალაგოს, რას როგორ აკეთებს, ერთი ნაბიჯი როგორ უნდა გადაიღოს, მერე მეორე ნაბიჯის, ანუ ყველაფერი უნდა გათვალოს და მერე დაიწყოს მოქმედება. ხვდებით, ანუ სცენარი უნდა იცოდეს მამაკაცმა იმისთვის, რომ გააკეთოს და ძალიან იშვიათია, რომ ესე უცებ რაღაცა თავში მოვიდა აზრად და წავიდა და გააკეთა. ამიტომ აი მას უჭირს თუნდაც თქვენთან ამ კუთხითაც რაღაცა მომენტში. როგორ განვითარდება? ნუ ემოციები, მე ესე გეტყვით, აქ ურთიერთობა შეიძლება ითქვას, რომ არის დაშლის პირზე, თქვი კიდევაც და ესეც არის, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, აქ ცოტა ისეთი ურთიერთობაც არის, ნახეთ, ადამიანი რაღაცა მომენტი, მე ესე გეტყვით, რომ მოტრიალდება, ეცდება, რომ აი ნახეთ როგორი მომენტია, ძალიან ცუდად რომ იგნობს თავს, აუცილებლად მოტრიალდება. შეიძლება ძალიან ცუდადაც არ იგნობს და უბრალოდ რაღაცნაირად თქვას, რომ აი შეიძლება გავუმკლავდე, ხო? ნახეთ, არის მომენტი, როდესაც ნუ გავუმკლავდები რაღაცა სიტუაციას, რაღაცას ვიზავ. და საბოლოო ჯამში მაინც სამწუხაროდ ხდება ისე, რომ აქ მერე ისე ხდება, რომ ვერ აკეთებს და ვერ ახერხებს და ვერ ალაგებს ამ სიტუაციას. აი აქ ზუსტად ეგ მომენტია. რაღაცა მომენტში ესე გეტყვით, რომ ეს ადამიანი გამბჭდება თქვენთან კომუნიკაციაზე, გამოვა, ან რაღაცა მოგაწვით ისე ინფორმაციას, თუ საერთო სამეგობრო ყავთ და საერთო სანაცნობო ხომ მით უმეტეს მარტივია თქვენთან გადაკვეთა, გადაგეკვეთებათ, მაგრამ
ეს არ იქნება გადაკვეთა რაღაცა ესეთი ჩამოყალიბებული მომენტი, როდესაც აი მე მივიღე გადაწყვეტილება და всё, დავასრულე ეს და ხვალიდან ვიწყებთ აი ამ სუფთა ფურცლით და ასე შემდეგ. არა, ეს იქნება რაღაცა მომენტში გარკვევის მომენტით შეიძლება ითქვას, ხო? გარკვევის მდგომარეობა, რომ აი თავის გამართლების მდგომარეობა, რაღაცების ახსნის მდგომარეობა, მაგრამ როგორც ასეთი, რომ პასუხისმგებლობის აღების მდგომარეობა ნამდვილად გაუჭირდება ამ ადამიანს. ხო, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ის მომენტი, როდესაც ну რაღაცა ინფორმაციას მოგაწვდით, რაღაცა ინფორმაციას გაცვლის თქვენთან მიმართებაში და საბოლოო ჯამში ადამიანი ისევ წავა ურთიერთობიდან. ისევ გავა ურთიერთობიდან. ნახეთ, როგორი მომენტი არის აქ. მოვა ანუ ნახეთ, როდესაც არის დაუსრულებელი ურთიერთობები, ყოველთვის რაღაცა თითქოს გვინდა არ გვინდა ხდება ისე, რომ სამყარო გვახვედრებს ერთმანეთთან. არ აქვს შეიძლება რაღაცა ისეთი 10 წლის მერე შეგვახვედროს და მიგვახვედროს ის მომენტი, რომ თქვათ უკვე თქვენი ოჯახი ყავდეთ, თქვათ, როდესაც ისეთი მომენტი ამანის ის იყოს მეუღლესთან ერთად, აი რაღაც ისეთ მინიშნებას გვაძლევს, რომელიც მერე უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავუშვათ ეს ურთიერთობა სამუდამოდ. აი, როდესაც ურთიერთობა არ არის დასრულებული ხოლმე, ანუ გარკვეული არ არის, ხო? ადამიანი როდესაც ტყუილებით არის ურთიერთობაში, გვინდა არ გვინდა მაინც დაგვრჩება გულში რაღაცა მომენტში ის მდგომარეობა, რომ აი რატო იტყუებოდა, ხო, უბრალოდ ეთქვა სიმართლე. თქვათ, თუ პირობითად მოიტყუა ის, რომ მას ყავდა მეუღლე და თქვენ ეს არ იცოდით და გაიგეთ შემთხვევით, ხო, ეთქვა ადამიანს, ხო, ანუ იქნებდა, რა ვიცი, თანხმდებოდით ესეთ ურთიერთობაზე, მესამე პირად ყოფნაზე, ხო, ანუ ყველას თავისი სურვილი აქვს და თავის ცხოვრება აქვს, ვისაც როგორ უნდა ისე ცხოვრობს და ეს არავის გასაკითხი და გასაკიცხი არ არის. უბრალოდ მინდა და ესე ვაკეთებ, ხო, ანუ იმას, რასაც ვაკეთებ, პასუხისმგებლობას ვიღებ მე თვითონ და სხვა არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ უნდა თქვა, ხო, სიმართლე, როდესაც სიმართლე ვიცით, ბევრად უფრო მარტივია ურთიერთობაც, გადაწყვეტილების მიღებაც და თავიდანვე გაანალიზებული და გააზრებული აქვს უკვე ადამიანს, რომ მე მივდივარ ამ ურთიერთობაზე რაღაცა ამის გამო და ამის გამო. ხო, აი რაღაცა ჩამოყალიბებული აქვს და პრეტენზიებიც ნაკლებია ხოლმე მერე ურთიერთობებში. ნუ ყოველ შემთხვევაში ესე არის. და როდესაც ადამიანს დაუსრულებლად ქრება, დაუსრულებლად მიდის, აი რაღაცას მოვიფიქრებ და მერე დაგეკონტაქტები, აი რაღაცა მსგავსი მომენტები თუ რჩება ურთიერთობაში, ან უბრალოდ კაი რახან მოგატყვე და წავედი ხა მე დავიხურე ქუდი და გავკრი შენი ცხოვრებიდან. აი აქ დასახური ურთიერთობებია ეს. და ეს დასახური ურთიერთობა შემდეგ ხშირად არის რომ ხდება და თითქოს აი რაღაცა მერე გვაქვს ის მომენტი, რომ შეიძლება მერე დავილაპარაკოთ შეიძლება და მერე გავიგოთ რა, როგორ რანაირად და აი მერე უკვე ვუშვებთ ურთიერთობას. აი აქ ზუსტად ეს მომენტი იქნება. აქ ურთიერთობის მდგომარეობა რო გითხრათ, რომ აღდგება და სასწაულად ყველაფერი დაალაგდება, არა. შეიძლება რაღაცა პერიოდის მდგომარეობით, სადღაც შეიძლება ეს აგვისტოს პერიოდში თქვენი ურთიერთობის გადაკვეთა მოხდეს, შეხვედრა მოხდეს, რაღაცა კავშირი მოხდეს, ხო? მაგრამ ეს არ იქნება, ეს იქნება რაღაც წამიერი ემოციური მომენტი, მერე გარკვევა, დალაპარაკება, გაანალიზება, შესაძლებელია პატარა კვამათიც კი იყოს, გავსვალ, ანუ დავასრულეთ, მე ჩემი გავეცი, რაც მქონდა სათქმელი ბუთხარი, მანაც მითხრა თავის სათქმელი და აქ დავასრულეთ, ხო? მე ჩემს გზაზე მივდივარ, ის თავის გზაზე მიდის. აი ეს მომენტი არის აქ. როგორც ასეთი ესე განვითარება ცოტა რთული იქნება, იმიტომ ხა რა გითხრათ, ადამიანი საერთოდ ზოგადად როცა ურთიერთობაში ტყუილია, მე არ მჯერა, რომ
მოიცა ჩემი ხედვა, მაგრამ მე ამჭერა რომ რაღაცა მარტივად ალაგებადია იქ. იმიტომ რომ თუ ადამიანი ერთხელ მოგატყვა, მეორედაც, მესამედაც მოიტყვის. არ არსებობს რომ სადღაც რაღაცა არ მოიტყოს. ნუ შეიძლება ვწდები, მაგრამ ნუ მე ესე ვხედავ და ესე ვუყურებ. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა, სამწუხაროა რომ საბოლოო ჯამში ადამიანი მაინც მიდის ურთიერთობიდან, თქვენი ურთიერთობა არ გრძელდება, თუმცა ყოველ შემთხვევაში ერთის მხრივ მაინც კარგია ის, რომ გარკვეული გექნებათ და დასრულებული ურთიერთობა და არ მოგიწევთ მერე იმაზე ნერვიულობა, როგორ დავასრულო და აი რა იყო ამ ურთიერთობის ესეთი არსი. ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგას, შეგიძლიათ რომ პირად დიაგნოსტიკისთვის მომწეროთ პირად შეტყობინებაში WhatsApp-ზე მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვიდეოების ქვემოთ ვთითებ ხოლმე და უფრო დაწვრილებით გაიგოთ, გაერკვიოთ რა არის ის ტყუილები, რა არის, როგორ განვითარდება, როგორ დაალაგდება და საერთოდ აქვს თუ არა ურთიერთობას პერსპექტივა. ხშირად არის ესეთი მომენტი, როდესაც ნახეთ მიყვები ურთიერთობას, გონია რომ ყველაფერი იდეალურად დაალაგდება, მაგრამ უცებ რაღაცა წლების მერე იშლება. ეს იმიტომ რომ შესაძლებელია ეს თქვენი ადამიანი არ არის, პერსპექტივა საერთოდ არ ქონდა ამ ურთიერთობას გარდა ის რამოდენიმე წელი და ნუ აქედან გამომდინარე ხდება ხოლმე მსგავსი მომენტები. მოკლედ აი ესე შეგიძლიათ გაერკვეთ ამ ყველაფერში, რამდენად თქვენი ადამიანი, რამდენად გიღებთ ჩადოთ დრო, ნერვები და ენერგია და ნუ როგორ დასრულდება მე. მე ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგას და დროებით.